სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას ისევ ჩინელი, ოღონდ სხვა სტუდენტი სვავს, წარმოვიდგინეთ, ჩინელები ნახეთ, როგორ გამრავლებულან უკვე, იცით ამ დროს უკვე იხსნება ჰონკონგი შეერთებულია უკვე ჩინეთთან და ჩინეთში მიდის ინტენსიური მუშაობა ქრისტიანული და კიდევ ერთხელ გახსენებისთვის გეტყვით, რომ ჯონ მაკარტურმა წლების უკან თავისი ოჯახით არალეგალურად ბიბლიებიც კი შეიტანა იქ. და ნახეთ, აი ნაყოფი სახეზე არის, რომ ის ჩინელი სტუდენტები ძალიან ბევრი უსმენს ჯონ მაკარტურს, მილიონობით შემიძლია გითხრათ მის ქადაგებებს ონლაინს და ბევრგან არის რადიო გადაცემები. სამწუხარო საქართველოში არ იყო ეს და არ იყო სურვილით, რომ მიეწვიათ კიდევაც თუნდაც პროტესტანტულ ეკლესიებს. და სვავს კითხვა შემდეგი ში ჰონგი. საღამო მშვიდობისა პასტორ ჯონ, მე მქვია ში ჰონგი. ჩემი კითხვა ეხება იმას, რომ ყველამ ვისაც თქვენ კი თქვენთან რაიმე სახის საუბარი ქონია ამბიონის გარეთ, შეიძლება აღიაროს, რომ თქვენ ახართ ძალიან მზრუნველი და ძალიან თავმდაბალი ადამიანი. და გულწრფელად გსურთ ადამიანებთან ურთიერთობა. ხართ ნამდვილი მწყემსი. ამიტომ ჩემი შეკითხვაა, წყებთა სახურებაში, რა არის ძირითადი გავლენა, რაც აყალიბებს ასეთ გულს და ასეთ წყენსის თვისებებს, რაც თქვენ აგაქვთ. ჯონ მაკარტური პასუხობს, ბიბლიური თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქრისტეს პიროვნება ეს და განსაკუთრებით თუ ადამიანებს იმევა მოციქულ პავლესთან მუდმივი კონტაქტის შედეგია. მე პეტრესაგან ბევრი სამწყსოს რჩევა მე არ მიმიღია. როდესაც პირველ პეტრეს თავს მივახცევთ, მეხუთე თავში იქ რამდენიმეა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი მუდმივი კონტაქტი ქრისტეს პიროვნებასთან, მის სიკეთესთან და მის თვინიერებასთან. მე არ მჭირდება სამაჯური, რომელსაც წერია, რას გააკეთებდა იესო. ეს ჩემს გონებაში ყოველთვის არის. ეს არის დომინანტი ჩემს ცნობიერებაში. ქრისტეს პიროვნება ერთგვარი დომინანტია. იმ წუთში მოდის აზრები, რას უპასუხებდა ქრისტე, როგორ რეაგირებას მოახდენდა ის, როგორ მოექცეოდა ის ადამიანს. ასევე ვფიქრობ, რომ საქმე მხოლოდ ქრისტეს და პავლეს მაგალითში არ არის. არამედ სინამდვილეში ვფიქრობ, რომ მისი სიტყვა, ბიბლია, ეს ერთგვარი გამწმენდი აგენტია. ეს გვაყალიბებს ჩვენ. მე ვფიქრობ, რომ ღვთის სიტყვაში არის რეალური ძალა, რომელიც ადამიანს განწმენს და აყალიბებს. მე მაგალითად რომ არ ქონოდა სხვა რაღაც საშუალება, მე მაინც აუცილებლად თელ ცხოვრებას ბიბლიის შესწავლას მიუძღვნედი. მე რომ პასტორიც რომ არ ყოფილიყავი და საერთოდ არ შევცვლი ჩემ ცხოვრებას. იმიტომ რომ მე ვხედავ ამას, თუ ყოველ ჯერზე როცა მე ბიბლიასთან მივდივარ, როგორ ზემოქმედებას ახდენს ის ჩემს გულზე. მე მისი სიტყვის განწმენდის საქმით ვარ დალოცული. ასე რომ რაც არ უნდა იყოს ჩემში თვისებები თუ ვინმეს მოწონს, მადლი, სიკეთე, მოწყალება, ვფიქრობ, რომ ეს ღვთის სიტყვის დამსახურებაა, რომელმაც თავისი საქმე ჩემს გულში აღასრულა. ეს არის ქრისტეს მაგალითი, ეს ერთგვარი ქრისტეა ჩემში. ეს არის ქრისტეს პიროვნებისადმი სულ უფრო და უფრო მეტად დამსგავსება. მე არ ვიცი ახლა ეს ძალიან რთული სათქმელია, რა მოყვება ამას ერთი გაგებით, მაგრამ ხედავ, რომ ქრისტეს ჩამოყალიბება მორწმუნეში აუცილებლად წარმოშობს თავდამბლობას. და მე არ ვამბობ, რომ თავდაბალი უკვე ვარ, მაგრამ მე ვხედავ ჩემ ცხოვრებაში თავდამბლობის პროცესის მიმდინარეობას, რა ვიყავი ახალგაზრდობაში და როგორი ვარ ახლა. და მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ თავდაბალი ადამიანები უყვართ სხვებს. მხოლოდ თავდაბალი ადამიანები ზრუნავენ სხვებზე. მხოლოდ თავდაბალი ადამიანები პატიობენ სხვებს. ამიტომ, როდესაც ყველაფერს ამას ჩვენ ვაკეთებთ, ეს იმიტომ ხდება, რომ უფალმა
ჩვენს გულებში გარკვეული თამდაბლობა ჩადო. და მე ასე ვფიქრობ და ამას სრული წმენით ვამბობ, რომ უფალმა ჩემი მეუღლე პატრიცია ჩემ ცხოვრებაში მრავალი მიზეზის გამო შემოიყვანა. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ის იყო, რომ ის ჩემზე გავლენას ახდენს. იმიტომ რომ მას აქვს მოლოდინი, რომ ვიცხოვრო ყველა იმ სტანდარტებით, რასაც მე ვქადაგებ. ეს გარკვეული განწმენდის გავლენაც არის. ის ასევე ყოველთვის მახსენებს, რომ ვიზრუნო ადამიანებზე. ყოველთვის მახსენებს, რომ აი ამას წერილი უნდა მიწერო. ამ ადამიანს უნდა დაურეკო. ამ ადამიანს მადლობა უნდა გადაუხადო. ზოგჯერ სახელებსა და მისამართებსაც კი მახვედრებს ცხვირწინ და გამუდმებით მახსენებს. და მისი ზრუნველი გული ესეც ჩემთვის უდიდესი კურთხევა იყო. ასე რომ ყველა ეს გავლენა, რომელიც მე ჩამოთვალე, უფლის სიტყვის სული წმინდის მოქმედება ეს არის ჩვენ ცხოვრებაში. რაც იწყებს უფლისდადმი მიახლოებას და ეს გაიძულებს სიკეთეს და მზრუნველობისაკენ რომ იღწვოდე. კარგით? გმადლობა პასტორ ჯონ.